კარგი კამილჩიკ, მეც მიყვარხარ. გამარჯობა მილანა, მოჩვენებას გაურბიხარ? უარესი მილანა, უნდა დავიმალო. დაგირეკავ. სერიოზულად? სტეფ, რა მოხდა? მოგვიანებით გეტყვი, ახლა დრო არ მაქვს. სად არის ის? ისე მეკითხებით, ახლა თავს ნუისულელებ, შენიცი ვისაც ვგულისხმობ. შენი მეგობარი ახლახან შემოვარდა აქ, ჩვენ დავინახეთ. ჩემი მეგობარი? აქ არავინ შემოსულა, მოგეჩვენათ? ძალიან სასაციოა. შეიძლება ამას მე მივხედო? მაგალითად, ჩავკეტო კარადაში, რათა იფიქროს იმაზე, რაც გააკეთა. შემაშინეთ, არ მეშინია თქვენი. ლოლა, იქ შეამოწმე. კრის, შენ კიდევ იქ ნახე. მე ის ვიპოვე. მომაშორე, შენი კლანჭები ახლავე. აბა, ახლა პასუხისგება მოგიწევს ჩემი ფეხსაცმლის გაფუჭებაზე. ეს მე არ ვიყავი. თავხედი პატარა სულელი ხარ. ლოლა მეც საკუთარი თვალით ნახა. არა, ლოლა? დიახ, ასე იყო. პასუხისგება მოგიწევს. კარგი, ჩემი ბრალია. გოგოებო, ამას აღარ გავიმეორებ. გაიგონეთ ეს? მან აღიარა. ერთ დღეს გაცლევ, რომ ახლები მიყიდო. თუ არა და შენი საქმე იმაზე ცუდად იქნება, ვიდრე გგონია. გასაგებია თუ არა შენთვის, ჰა? ჩაო, კაკაო. ჩაო, კაკაო. სტეფ, ბონიეს ფეხსაცმელი გააფუჭე? დიახ, ისე გამაბრაზა, თავი ვერ შევიკავე. წარმოუდგენლად გიჟი ხარ. როგორ მოახერხეს? არ არის სასაცილო. ახალი სპორტული ფეხსაცმელი უნდა ვიყიდო. არ მინდა რომ მათ გამო შარში აღმოჩნდე. აბა, როგორი გრძნობაა ჩემს ადგილას ყოფნა ინ? ძალიან კარგი, მომწონს. ენჯი ჩემი მეგობარია. ეს მალე შეიცვლება. ჰა? რატომ? შენ მიითვისე ჩემი მაგიდა, ჩემი კარადა და ჩემი ადგილი იოგას გუნდში. მე ვაპირებ ამისთვის ბრძოლას. ახლა დრო არ მაქვს. გაიგე? გაიგონეთ ეს? დამშვიდი ლორა? შენ მოღალატე ხარ. ეს არის და ეს. თუ კიდევ ერთხელ დამიძახებ ასე, წკუას გასწავლი. გაიგე? რა? მოღალატე? მოღალატე? კარგი, შენს თავს დააბრალებ. აი ჩემი მეგობარი ენჯი. პატარა ლუ, გამარჯობა. გამარჯობა ჰალკ. მე გელოდებოდი. სკოლის მერე გავისეირნოთ? რა თქმა უნდა, მე ნაყინს ვიყიდი შენთვის. მე მომწონს მარწყვი ფისტასთან ერთად. მე შოკოლადის ნაყინის მოყვარული ვარ, ძალიან გემრიელია. ლორა, ირჩევ ფრთხილად იყო ნაყინთან. ისე გაგასულქებს. წავიდეთ მეგობარო ენჯი. წავიდეთ ინ. გუფი, ეს შენ ხარ? და საიდან მიხვდი? ესეც ასე გუფი, განაწყენებული ვარ. რატომ? იმიტომ რომ შენ ბავშვებთან არ თქვი ჩვენი ამბის შესახებ. მე არაფერს არ გავურბივარ. უბრალოდ არ მინდა რომ მას დაგვრცინონ. თუ ჩემთან შეხვედრა გინდა, ახლავე უნდა წახვიდე მათთან და უთხრა, რომ ჩვენ ერთად ვართ. კარგი, გპირდები რომ ამას გავაკეთებ. გააკეთებ ამას? სიტყვას გაძლევ, ისევ ერთად ვართ? როგორც კი მათ ეტყვი, ერთად ვიქნებით. ჰეი, მამა ჩემმა თქვა რომ არტადეგებზე ჰავაიზე წავალთ. ჰავაი? საოცარია. დიახ, ძალიან მაგარია. დაიბადო მდიდრების ოჯახში. არ მჯერა დილან, ეს სიგიჟეა.
ბუშტო, ნუ შეგშურდება დილანის. ის მდიდარ ოჯახში გაიზარდა. ჰავაიზე დასასვენებლად წასვლა მოსწონთ. დილანი მატყუარაა. ბოლოს დაგვირდა ლამბორჯინით გასეირნებას და ლამბორჯინი გაფუჭდა. როგორც კი შეკეთდება, აუცილებლად წავალ სასეირნოდ. დილან, შენ ისეთი მდიდარი ხარ. დილან, შენ ისეთი მატყუარა ხარ. დილანი მდიდარი ბიჭია, ასეც ხდება. შენ რომ არ ყოფილიყავი ჩემი მეგობარი, ახლა მაგრა მოგდებდი, გაგიმართლა რომ ხარ. შენ ბევრ ლაფშას მიირთმევ და რატომ არ სუქდები? ამდენი რომ ჭამო, ბუშტივით გავსუქდები. იმიტომ რომ ბევრს ჭამ და ასევე დავდივარ ველოსიპედით. ამიტომაც ვარ ასეთი მშვენიერი და ლამაზი და მორცხვი. ძალიან მორცხვი. სხვათა შორის ეს ჰალკის და ჩემი ადგილებია. ჩვენ ყოველთვის აქ ვიცხედით. ესეც ასე, ახლა ჩვენ აქ ვხედვართ. გასაგებია თუ არა შენთვის? დიახ, ამიერიდან აქ ვხედვართ. შეგიძლიათ იქ დაიკავათ ადგილები. არ მინდა ლუზერებთან ჯდომა. აქ მინდა დავჯდე, ჩემი ადგილია. ლორა, მოდი იქ დავსხდეთ. რა მნიშვნელობა აქვს სად ვიჯდებით? აქვს მნიშვნელობა. დაე ისინი დაჯდნენ იქ. ლუზერები, ჩვენ აქ დავჯდებით. სხვა ადგილს არ დავიკავებ. მაგრამ თუ რამის თქმა გინდა, უბრალოდ თქვი და შეწყვიტე ჩემი გაბრაზება. გასაგებია თუ არა? ისე რომ იცოდე, ლორა არასდროს იცვლის აზრს. ამიტომ თუ გინდა, თავად დაიკავე სხვა ადგილი. გასაგებია? ლორა, ჭამა აღარ მინდა. მოდი წავიდეთ აქედან. კარგი, წავიდეთ, ჰალკ. მეც აღარ მაქვს მადა. შენი მეგობარი ძალიან გაბრაზებულია. ყოფილი მეგობარი. აბა, მზად ხარ? ბეისბოლი და კალათბურთი განსხვავებულია ზუსტად და სწრაფად. ასე? შენ რეალურად ურტყამ ნელა, დარტყმა უფრო სწრაფი და ძლიერი უნდა იყოს. გავიგე. სიგიჟია. დენს, გაგიჯდი? შენ კი ნაღამ თავი წამაცალე. რა ჩანდაბა? და კი ბეისბოლის თამაშს მასწავლის. რა? ბეისბოლი? შენ არ ითამაშებ ბეისბოლს. კალათბურთელი ხარ, მორჩა. დამშვიდი ძმაო, ბეისბოლი კალათბურთზე მაგარია. რა თქვი? ბეისბოლი უფრო მაგარია ვიდრე კალათბურთი. შეეცადე გააცნობიერო ეს. მარტივია. ღმერთო ჩემო ძმაო, შენ არ იცი თამაში, გავიქცეთ სანამ ვინმე მოსულა. ჩაკ. არ მძინავს. ძალიან შორს შეტოპე. სამსახურში გძინავს. თუ მაქსი ამას შეამჩნევს, ის გაგათავისუფლებს. კეით, თუ არ ჩამიშვებ, ის ვერაფერს გაიგებს. იცი ჩაკ, მე მას ვეტყვე. ჩემს მაქსის ვერაფერს დავუმალავ. კეით, გევედრები არ უთხრა, სამსახური მჭირდება. 5 შვილი მყავს. ჩაკ, ჭკუაზე ხარ? დაოჯახებულიც არ ხარ. შვილები არ გყავს. კარგი, ბავშვები არა, მაგრამ მე მყავს კატა, რომელსაც სურს მუდმივად ჭამობს. ჩაკ, რას აკეთებ? გამიშვი ხელი. შეიძლება ვინმემ დაგვინახოს. არა, კეით, არ გაგიშვებს, სანამ არ დამპირდები, რომ მაქვს არ ეტყვი. ჩაკ, კეით, რა ჩანდაბა ხდება აქ? რატომ ხარ მუხლებზე ჩემი კეითის წინ? გამარჯობა, მაქს. გამარჯობა, მაქსი. შენი ქორწინების ცერემონიაში ვარჯიშობდით, მუხლებზე. ჩაკ? კარგი, მაქს, წავიდეთ. ყველაფერს მოგვიანებით აგიხსნი. მე მგონი გადავრჩი. იმედია ის არაფერს ეტყვის.
მაშ მეგობრებო, მინდოდა მეთქვა რომ მე და გუფი ჩვენ შეყვარებულები ვართ. დიახ, სწორედაც ასეა. რატომ ხარ ჩუმად? როგორც იქნა გვითხრეს. რომ იცოდეთ, ჩვენ ეს უკვე დიდი ხანია ვიცით. ველოდებოდით რომ თავად გვეტყოდით. ნახე გუფი, შეუსუსურო. კარგი, ახალი ამბებია კამპუსში. მეგობრებო, მიეცით მიას და გუფის ბევრი მოწონება. ისინი იმსახურებენ თქვენგან ამას. გამოიწერეთ არხი, დაელოდეთ ახალ ეპიზოდებს. შევხვდებით შვიდობით.